საღამოშვიდობისა, თქვენ უყურებთ TV პირველს და მე ეკა ჩხეიძე კვლავ პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ქალი, რომელიც არ შეიძლება ერთხელ ნახოთ და არ დაგამახსოვრდეთ. არ მოახდინოს თქვენზე შთაბეჭდილება ან გავლენა. ჩემთვის იგი არის არასტანდარტული, საინტერესო ადამიანი, გამორჩეული ქარიზმით, ძალიან თვალსაჩინო გულწრფელობით, მაღალი ენერგეტიკით, რაც რა თქმა უნდა მკაფიოდ აისახება მის პროფესიონალიზმზეც და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეც. მსახიობი ნანა ბუთხოზეა დღეს პირველი სტუდიის სტუმარი, რომელთანაც მჯერა რომ საინტერესო საუბარი მექნება. მოდი ნანა. მოგესალმები. მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი. წარდგენა მოგეწონა. მადლობა ეკა. და მე მინდა შენი გადაცემა დავიწყო არასტანდარტულად. შეიძლება? აბა როგორ? აი მე მინდა დავიწყო ესე ჩავკიდეთ ერთმანეთს, როგორც თეატრში სპექტაკლის დაწყების წინ. ხო. და ერთმანეთს უსურვოთ წარმატება, წინსვლა და გამარჯვება ჩვენ ყველას და სრულიად საქართველოს. ერთი გადარეული გოგოა მეთქი რა. ერთი 2 და 3. აი ესე ვიწყებდით ხოლმე სპექტაკლებს, როცა ვთამაშობდით და ის. ძალიან კარგია. აი ვიცოდი რომ ესეთი ენერგიას შემოიტანდი და რამე განსხვავებულს გააკეთებდი. ძალიან მომწონს შენი ახალი იმიჯიც, ოღონდ ჯერ სანამ ყველაფერ ამაზე საუბარს დავიწყებდი. კი ბატონო. მინდა შემოგთავაზო თის წყალი, 0%-იანი ბრომატით. კი ბატონო. ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სუფთა წყაროს წყალი, მაგრამ მთავარი რაც არის, წყალი მთის ბოთლზე, გამოჩნდა წყალი მთის და კლუბ პარის სენ-ჟერმენის ერთობლივი ლოგო. კი. რაც ისეთი საამაყოა, რომ ემოციას მართლა ვერ ვფარავ. ესე ახლა ხელს უწყობს ბრენდს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთოს ამ ორ ბრენდს შორის საერთო ხედვა. კი ბატონო. ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე. რაც ძალიან საამაყო და სასიხარულოა. ძალიან საამაყოა. ხარი დაუჭიროთ სპორტის განვითარებას და ინოვაციას. კი. ჩვენი მხარდაჭერა. ახლა მითხარი როგორ ხარ? მე მომწონს შენი ახალი იმიჯი. დღეს გნახე პირველად შეჭრილი თმით. და ბევრი მნახავს. ბევრი გნახავს პირველად. ბევრს არ უნახიო. კარგია, ჩემს გადაცემაში გამოჩნდი პირველად ახალი სახე. წყლის ძალა მოგწევს მერტ. აბა რა. ესე იგი. ესეთი შეკითხვით მინდა დავიწყო. საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო. როგორ დაახასიათებ? ნანა ბუთხუს. აი შენ. ეკა შენ ისე დამახასიათეთ. სანამ შემოვიდოდი და ისე წარმადგინე რომ მე აღარ ვიცი რა ვილაპარაკო ჩემს. არა ეს ჩემი გადმოსახედიდან იყო და შენ რა სიტყვი საკუთარ. არ ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახასიათებისთვის პირველ რიგში და დიდი პატივია ჩემთვის დღეს შენთან მოსვლა, ურთიერთობა, სტუმრობა. მადლობა. და მე ჩემ თავზე რა შემიძლია ვთქვა? რთულია, ხო იცი რომ ძალიან რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი და დახასიათება. ერთადერთი ამ მომენტში ცხოვრების ამ ეტაპზე ვცდილობ რომ ჩემში ადამიანი არ დავკარგო. ხანდახან გამირბის ხოლმე რაღაცეები და ვაბრუნებ ადამიანს ჩემში. მინდა რომ დავრჩე ბოლომდე რა, არ დავიკარგო, როგორც ადამიანი. და რატო უნდა დაიკარგო? რთული პერიოდები გვაქვს და პერიოდის გამო. კი, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს, რასაც ესე არ ვიმჩნევთ რაღაცნაირად მასხრობთ, ვიღიმით, მაინც ვიცინით და ხო ვცდილობთ რომ კარგ განწყობაზე შევხვდეთ მაყურებელს და აუდიტორიას და მოგესალმებით ყველას, მაგრამ ძიმეთ ვართ, ძიმეთ. და გაქვს ხოლმე ეს პერიოდები, როცა საკუთარ თავს კარგავ და ვეღარ აკონტროლებ და ემოციურად მინდა რომ დავიკარგო. მე თვითონ მინდა ხოლმე რომ საერთოდ გავქრე და დავიკარგო და აი აბსოლუტურად მინდა რომ ჩემი თავი დავანგრიო და ახლიდან რაღაცნაირად ავაწყო, ხო. ოღონდ ის კი არა რომ მე დავინგერიან, ვინმე დამანგრია, არა. მე თვითონ მინდა რომ ჩემი თავი დავშალო, იმიტომ რომ მე ვერავინ ვერასდროს ვერ დამშლის ჩემი თავის გარდა. და ალბათ ეს პერიოდი მტკივნეულიც არის და სასარგებლოც. ჩემთვის რა, ანუ ყოველ შემთხვევაში მე ესე უყურებ ამ პროცესს. რაღაცას უნდა წავშალო ტილო. რაც აქამდე იყო, ესე უნდა წავშალო და ახლიდან დავიწყო აგება. და მე ვნახოთ რა ფერთა გამაშევა რა.
და როგორ გაცოცხლდება ეს ნახატი. როგორ ფიქრობ? და აქედან გამომდინარე, ჩემი დახასიათება არის, რომ ხო, ალბათ ჩემი თავის შემქმნელი ვარ რა. შემქმნა რაღაცა ძალამ და უკვე რაღაცნაირი პასუხისგებლობა მაქვს, რომ ყოველდღიურად ახლიდან დავბადო ჩემი თავი და შევქმნა და ანუ შემოქმედი ვარ ალბათ რა. რაღაც კუთხით. და გავსებს და გაშენებს ეს ყველაფერი. ვავსებ და ვაშენებ და ამით მინდა რომ გადავირჩინო ჩემი თავიც და გარშემო მყოფებიც ხო? გასაგებია. ნანა, როგორ ფიქრობ? რას ფიქრობენ ადამიანები პირველ რიგში, როცა ესმით სახელი და გვარი შენი? ნანა ბუთხუზი, ხო? არ ვიცი, მე რაც ვიცი და გამიგია და მინახავს, ჩემი თვალით ის არის, რომ გიждდებით თქვენზე, ძალიან გვიყვარხარ. ბავშვები მხდებიან ხოლმე ხშირად ქუჩაში, რომ ვაიმე თქვენის ხართ, თუ რა. კი, პოზიტივის მეტი არაფერი არ მინახავს რა, ჩემს მიმართ და ზოგს აქვს რომ კაცრი გვეგონე და როგორი კარგი ყოფილხარ სინამდვილეში რაღაცნაირი კეთილი. არ ვიცი, ნუ სითბოს და სიყვარულის მეც არაფერს არ გძნობ. და მადლობებს მიხდიან ალბათ იმისთვის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ. ძალიან კარგი. და ვაკეთებთ ყველა ერთად. მემსახურებით ადამიანები გიცნობენ როგორც ნიჭიერ მსახიობს, როგორც ქვეყნის პატრიოტს. რომელი სტატუსია შენთვის უფრო მნიშვნელოვანი და საამაყო ამ ეტაპზე? ორივე. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. იმიტომ რომ ერთმანეთს ავსებენ ესენი. ხო. პატრიოტიზმის გარეშე ჩემი პროფესია არ არსებობს. ხო, რომ ვიბადებით, ადამიანები უკვე რაღაცნაირად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახი. ეს უკვე პატრიოტიზმია, ხო? როცა ემსახურები კეთილსინდისიერად შენს ოჯახს, შენს პროფესიას, სწავლობ, გინდა განვითარდე, რაღაცნაირად სადაც შობილ ხარ, გაზრდილ ხარ და გისროლია ის არის. ეს ყველაფერი არის, ხო, პატრიოტიზმი. ყოველდღიური შენი ცხოვრება, მისალმება, დილას გახვალ მაღაზიაში ხვალ, მიესალმები, გაუღია, ესეც პატრიოტიზმი. ყველა შენი ნაბიჯი არის ამით აღჭურვილი და ჩემი პროფესიაც ამას ემსახურება ადამიანებს სიყვარულს და რაღაცნაირად თესო სიმართლე, თესო სიყვარული და მიიღო შესაბამისად. ხო, ერთმანეთი გავზარდოთ, ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი ტკივილები. ხო. მე უნდა ვაგრძნობინო ადამიანებს, რომ მიჭირს. და მტკივა. ან მიხარია რაღაც. და იყო გულწრფელი ალბათ თავი. ძალიან გულწრფელი, ხო, რა თქმა უნდა, ტყუილი არ არსებობს, გამორიცხული, ამას გრძნობს ყოველთვის. აუცილებლად. ყველა გრძნობს ამას. და იმ წუთასვე იზრდება. მე ის არის, ესეთი თანადგომის და ესეთი გაერთიანების პროფესია, რომელიც აი მე ამ გზავნილს ემოციურ და გრძნობით გზავნილს უშვებ, რომ მეც თქვენნაირად მიჭირს. მეც სუსტი ვარ. მეც ვტირი, მეც მტკივა. და ვიბრძვი იგივესთვის. მეც მიღალატეს, მეც და მეც მჭირდება დახმარება. და გიწვდი ხელს, რომ დამეხმარო რა. და ის მოგყვება ამ დროს. და ცდილობს აი ბოლომდე შენთან ერთად არის და ეს არის უზარმაზარი სოლიდარობა მაყურებელს და ჩვენს შორის, რაც ჩვენ შევძელით და ვაკეთებთ დიდ და აუცილებლად გავაკეთებთ მომავალშიც. ეს პერიოდი პატარა წყვეტა გვაქვს, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება, რაც შენგან ესე უხვად მოდის და ძალიან შესამჩნევია. ცხოვრება მოიტანა თუ ეს თანდაყოლილი თვისება, ესეთი დაიბადე? ხო, ესეთი დავიბადე. კი. განაპირობა რამემ თუ? ალბათ ოჯახმა, დედამ, მამამ და ბებიებმა, ბაბუებმა და გენეტიკამ ალბათ რაღაცა მამამ განაპირობა, კი. სწრაფვაა. კი და ესეთივე თავისუფალი აზროვნების ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი და ხო, მეც ესეთი ვიყავი, სხვა გარემოცვაში ვერ ვჩერდები უბრალოდ, არ შემიძლია, ვერ შენი ბუნებრივი მდგომარეობა? ხო, სადაც იზღუდება ჩემი თავისუფლება, იქ დისკომფორტი მაქვს და ან ვცდილობ, რომ გავარღვიო რაღაცნაირად და გავფილტრო ეს ამბავი და შევიტანო ეს დუღილი თავისუფლების და
პოზიტივის, ასე ვთქვათ, ყველაფერში პოზიტივის, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი ან ვეცლები რა. ვერ ჩერდები იმ გარემოში, არ შემიძლია. რამე მოახდინა შენზე რაღაცა გარდატეხა, აი მომიყვები, აი პირველად როცა იგრძენი, რომ შენი თავისუფლება მოიპოვა. კი, ეგ ძალიან ძაფრი მახსოვს. პირველი რაღაცნაირი თავისუფლების თუ რაღაცის გამოხატულება, პროტესტი რა, რაც პატარა ვიყავი მაშინ 12 წლის დაახლოებით, აი ეს მახსოვს, რომ 9 აპრილის მერე მქონდა რა. ბავშვი ვიყავი და სერიოზული პროტესტი იყო ეს ჩემი მხრიდან მაშინ იმ დროში. პირველი როცა სკოლაში მივედი, ყელსახვევი მოვიხსენი, დავხიე და ნაგვის ურნაში ჩავაგდე, აი ეს ხაზგასმით მასწავლებლის თანდასწრებით და მე დირექტორთან შემიყვანეს და სერიოზული საყვედურები გამომიცხადეს და არ მეშინოდა არაფრის. შენი სათქმელი. აი აბსოლუტურად უხმოდ არც მიყვირია, არც არაფერი მithქვამს, არც წინადადება არაფერი. აი ეს აი პირდაპირ ავიღე, მოვიხსენი. დავხიე, ნაკუც ვაქციე. პედაგოგი მახსოვს, რომ იყო გაოგნებული და ხმას ვერ იღებდა, ჩემი კლასელებიც ესე იდგნენ და ისხდნენ და მიცქერდნენ და მივედი ნაგვის ურა ხაზგასმით ესე ჩავაგდე და აი მან ამოვიღე მთელი ალბათ სათქმელი, რაც მქონდა დაგრო, რომ რანაირად უნდა გამომეხატა, ალბათ ამ ფორმით გამოვხატე და მე რომ მახსენდება ჩემი თავი ახლა, როგორც იმ დროს, ხო, აი ბავშვმა როგორ გაბედე გამბედაობა, ხო, გზადაგზა. მოყვა რამე რეაქცია? რეაქცია იყო ის, რომ მშობლები დაიბარეს და თან ის მშობლები, რომლებიც 9 აპრილს იქ იყვნენ. წარმოგიდგენია? ნუ რა თქმა უნდა, მე მშობლების და ჩემი გარემოცვის და ჩემი ოჯახის მხარდაჭერის იმედი მქონდა ყოველთვის და ეს რა თქმა უნდა მაძლიერებდა და თან ზუსტად ვიცოდი იმას აქში პატარა გოგომ რომ მე ვიყავი მართალი. საიდან? როგორ? აი ეგრ ვიცოდი რომ მართალი ვიყავი. იმ დროშიც ვიცოდი რომ ადამიანის ჩაგვრა და ადამიანზე ძალადობა არის მიუღებელი ჩემთვის რა. ანუ სამშობლოს სიყვარული როგორც ასეთი ცნება, მაშინ გააცნობიერე. ხო, იმიტომ რომ სამშობლო ჩემთვის მარტო გეოგრაფიული ტერიტორია ხო არ არის სიტყვაზე, გეოგრაფიული ტერიტორია ხო არ არის. სამშობლო ჩემთვის შედგება ადამიანებისგან. ადამიანები არიან და მათთან მათი კეთილდღეობა, მათი ბედნიერი და ლაღი ცხოვრება მეც მაბედნიერებს და მალახებს და მაქვს სურვილი და მუდმივი სწრაფვა იქითკენ რომ გავაბედნიერო ეს ერი რომელიც მუდმივად რატომღაც ასე გადაწყდა ისტორიულად დღემდე მოვდივართ ამ ნახას ტანჯვა წამებაში სულ რაღაცა ტკივილებში და სულ რაღაც ტრაგიკულ ამბებში და ხო შეიძლება რომ ერთვენი ერთ დღეს აღარ ვიტყოთ ტანჯულები. აი ვტკივა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. რაღაცნაირი ესე, ხო, არაუშავს. გასავლელი გზა. ჩვენ გავიმარჯვოთ, თაობაც ისეთი მოდის, ხო ხედავ როგორი ფერადები და ლაღები არიან. ძალიან მაგრები. აი ამ ხასიათთან ტანჯვა უნდა დამთავრდეს რა. ხო, უნდა დასრულდეს. ხო და ამიტომ ამ ადამიანების კეთილდღეობა და კარგად ყოფნა პირდაპირ აისახება ჩემს. აი პირდაპირ აი სარკესავით. ესეთია ჩვენი პროფესიაც, ხო? აი რაც ხდება ქვეყანაში, სოციუმში, ხო, იმის პულსაციაზე ხელი თუ არ გიდევს და თუ შენ ვერ გრძნობ ადამიანებს და მათ რა უჭირს და რა ულხინს და რა სათქმელი უნდა მიაწოდო. ხო? ანუ შენ ზუსტად უნდა იცოდე მათი ყველაფერი, უნდა გრძნობდე ამას. და შესაბამისად, ამით ჩვენ ერთგვარი თერაპიაა ჩვენი პროფესია, ხო ჩვენ ამით ვეხმარებით ერთმანეთს რა. თეატრზე კიდევ ვისაუბრებ, ახლა მაინტერესებს, აი ამ შენმა ხასიათმა, აი პროტესტით გაჟღენთილმა ხასიათმა, ხო? შენი ცხოვრება უფრო გაართულა თუ გაამარტივა? ერთიც და მეორეც. ეგ როგორ, აი რომ გამოხატავ ამას და პირიქით რომ სირთულეს აწყდები ეგეთ დროს. ეკლიან გზას ირჩევ, ასე ვთქვათ, მაგრამ მე არ გირთულებს ეგ ცხოვრება. მაგრამ როგორც კი არ შეგეშინდება ამ ეკლიანი გზის და აბსოლუტურად თავაწეული პრინციპულად ორ ფეხზე მყარად მდგომი იტყვი რომ არ მეშინია და არც ამ ეკლიანი გზის არ მეშინია და აი სულ რო ჯარი გადამიდგეს. როდესაც შენი გადაწყვეტილება და შენი ფიქრი
რები და შენი მიზანი სუფთა მას მხარს უჭერს და აძლიერებს სამყარო. აი ამას თუ დაიჯერებ შენს თავში, საკუთარ თავში რწმენით თუ ამ რწმენით თუ ივლი, ბოლო აუცილებლად, აი ეს ეკლიანი გზის ფინალი აუცილებლად არის გამარჯვების გზა და არა მარტო შენთვის, სხვებისთვისაც. სახეობობა რთული ხვედრია ზოგადად დამეთანხმები. ოდესმე გინანია არჩევანი პროფესიული? არასდროს. 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 აი დრო დაბრუნდეს და ახლიდან დავიბოდო, ალბათ ისევ იგივე ავარჩევდი. ეს არის ყველაზე მაგარი პროფესია დედამიწაზე. მნიშვნელოვან კომპრომისზე წასულ ხარ, აი რომელსაც ნანობ, რომელიც გაწუხებს, აი ეფიქრება იმაზე, რომ არ უნდა გექნა, მაგრამ დათმე. კი. გახსენდება? კი. აბა მაინც? არ მინდა. არ გინდა? არ მინდა ვთქვა. ანუ გაწუხებს. იმდენად რომ არც გინდა ამის. კი. სცენიდან უფრო მარტივად ამბობს სიმართლეს თუ ცხოვრებაში? სცენაზე ვარ ბევრად უფრო თამამი და თავისუფალი, ვიდრე ცხოვრებაში. ცხოვრებაში მაინც რაღაცეებზე თავს ვიკავებ. იმიტომ რომ ესეთი თავისუფლება, როგორიც სცენაზე მაქვს, ისევე რომ მოვიქცე ცხოვრებაში, ისედაც გიშს მეძახიან და ხო და უბრალოდ არ იქნება, არ გამოჩნდება გულწრფელი ცხოვრებაში, ეგეთი, ხო. რაღაცნაირად უფრო თავში კავებული, უფრო შეიძლება ანგარის უწევ ალბათ. ხო, უფრო მორიდებულად ვიქცეო და რაღაცნაირად ჩვეულებრივად რა. მაგრამ იქ უფრო ვიცნობ ჩემ თავს, ვიდრე ცხოვრებაში. ანუ ნიღაბი გიმარტივებს რა, აი პერსონაჟის ნიღბის უკან უფრო იტყვი. იქ ყველანაირი ემოციის გამოხატვა მეპატიება. იმიტომ რომ ხარ ფიცარნაგზე. იმიტომ რომ იმ პლატფორმიდან შემიძლია ყველა თემაზე გელაპარაკო. ხო. რასაც ცხოვრებაში ალბათ მოვერიდები, ხა ყველაფერზე შეიძლება პირდაპირ ვერ ველაპარაკო ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ ამით შეიძლება დაუნგრიო ცხოვრება. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიქცევი ეგეთ დროს, იმიტომ რომ არ შეიძლება. თუმცა ძალიან პირდაპირ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში არ ვარ გულწრფელი. ეგ უნდა მეთქვა. შენ ხარ ძალიან გულწრფელი, ძალიან ღია და ძალიან პირდაპირ, როგორც გიცნობ. ამის გამო დაგიკარგავს მეგობრები, ახლობლები, ადამიანები უბრალოდ შენი გარემოცვიდან. არა. ადამიანები და მეგობრები არ იკარგებიან. შეიძლება რაღაც პერიოდი გაწყვეტა იყოს, მაგრამ ისინი სულ არსებობენ. გიღებენ ისეც როგორიც ხარ. კი, რა თქმა უნდა. შეიძლება რაღაც წლები არის ურთიერთო, რაღაც მოვლენების, რაღაცა სიტუაციების გამო, რაღაცა ცხოვრებისეული პერიპეტიების გამო, ბევრი რაღაცების გამო, მაგრამ მეგობარი თუ არის ის ყოველთვის მეგობარია, არსად არ მიდის რა. არ იკარგება. არც ერთი ურთიერთობა, არც ერთი გრძნობა, თუ კი რამე გქონია ცხოვრებაში, არსად არ მიდის. ანუ შენ ცდილობ, რომ ეს მე მაინც ტოვებ მას. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ სხვა პოლუსზე არიან დღეს. მაგრამ მე ხო ვიცი, რომ მათი გული სულ სხვაგან ფეთქს. მე ხო სხვა მათი გრძნობელობების ენა მესმის და არა ის, რას გამოხატავენ ესე სიტყვებით. ერთი რას ლაპარაკობს ადამიანი. მეორე რას ქმედებს და მესამე რას გრძნობს სინამდვილეში. და მე რას გრძნობს სინამდვილეში, იმის ხედვის უნარი მაქვს გამომუშავებული, როგორც მსახიობს. ამიტომ მე ვიცი და ვგრძნობ თითოეული თქვენთაგანის გრძნობებს. ამიტომ მე ვიცი, რომ ჩვენ მაინც ერთი ვართ. ადამიანებში გულწრფელობის ნაკლებობა თუ გამბედაობის? გამბედაობის. მათ ადამიანებს ეშინიათ გულწრფელობის. რომ მათ დასცინებენ ამის გამო და თავიანთ თავში ბავშვებს კლავენ. მეც მაქვს რაღაც პრობლემები, რომელსაც ვებრძვით ჩემ თავში, რა მუდმივად ჩემ თავთან მაქვს ყველაფერთან ბრძოლა და გამკლავება, ხო, იმიტომ რომ მე ჩემ თავს თუ არ ვუმკურნალე, მე ჩემ თავში თუ არ აღმოვაჩინე რაღაცეები, რომ მანხაც ბანკიერებები, რომლებიც სხვას რაღა უნდა მოვთხოვო მე, ხო? ანუ მე ჯერ ჩემი უნდა მოვუარო რაღაც კუთხით და რომ მქონდეს უფლება, რომ მე მოვთხოვო გარემოს. გარემოს, ხო.
ჩემ თავში უნდა ვეჯძებო დამნაშავეები. ხო, რა თქმა უნდა. აი რაღაც დამემართა, რაღაც მოხდა, რაღაც ისე და იმის ბრალია, ამის ბრალია. სულ არის ხო გვაქვს ეს რაღაცნაირ თვისება რა ადამიანებს დაბადებიდან, რა ვიცი, ჯერ კიდევ შენ გირჩევნია შენში მოზებნო, ხო ეს? რომ ჩემი ბრალი კი არ არის იმან მაჭამა ვაშლი. მე არა. ანუ ადამმა ევას დააბრალა, ევამ დააბრალა გველს და ბოლოს ღმერთმა პირდაპირ თქვა, რომ რო არ დაგებრალებინა და შენ თავზე აგეღო შენი წილი პასუხისგებლობა და გეღიარებინა. გაპატიებდი. იმიტომ რომ არავისი ბრალი არ არის. ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ გაგაკეთებინებს თუ შენ არ გინდა. და თუ ეს ვინმე შეძლო, ესე იგი პრობლემა გაქვს. და არა ხარ ღირსი იყო სამოთხეში. და მას მერე სულ ერთმანეთს ვაბრალებთ ოჯახში, ცოლი ქმარს აბრალებს, ქმარი ცოლს აბრალებს, დედა შვილს აბრალებს, შვილი დედას აბრალებს და ასე ერთმანეთი საზოგადოება, სამსახური, ყველა, მე კი არა იმის ბრალი, ამის ბრალი, თითის გაშვერებია სულ. მარტივია, რა არავისი ბრალია, ყველა მოვლენა, რაც კი შენს გარშემოა, ყველაფერი შენი თავიდან გამომდინარე. ასე მივიღეთ პოლარიზებული საზოგადოება. ყველაფერი. როგორ ფიქრობ, რატომ გახდა თეატრი პროტესტის კერა? ეს გარემოებათა მსვლელობამ გამოიწვია თუ თეატრის და ხელოვნების მთავარმა დანიშნულებამ იფეთქა? ხო, მთავარმა დანიშნულებამაც და გარემოებამაც და ყველაფერმა ერთად ჩვენ არ ვართ ესეთი მსახიობები რა და რომლებიც რაღაცას თამაშობენ იმისთვის, რომ გახდნენ პოპულარულები. და თამაშობთ, იმიტომ რომ ეხლა თამაშობთ. ჩვენ არაფერს არ თამაშობთ. ჩვენ ცხოვრობთ მოცემულ მომენტში, იმ წამს, იმ მომენტში იქ ვართ. და გვიყვარს ადამიანი და მათი ტკივილები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, რომ გავფილტროთ და გავაუმჯობესოთ და შევუმსუბუქოთ ტრავმები ადამიანებს, ოღონდ სანამ აქამდე მივალთ ჩვენ თავში რეპეტიციებიც ზუსტად ეგ არის, ხო, რომ ჩვენ თავში ამას ყველაფერს ვალაგებთ და რისთვის ვაკეთებთ ამას? ანუ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რაც გვაწუხებს. ხო. რაც აქტუალურია. ჩვენ ლაპარაკობთ ყოველთვის სიმართლეს. ოღონდ ისეთ სიმართლეს ვლაპარაკობთ, რომელსაც ნუ აი უძარმაზარი ძალა აქვს. მაგიტომაც ეს ძალა არის პრობლემა, რასაც ებრძვიან და ყოველთვის ესე იყო. ეკლიანი გზა, სიმართლის გზა რა. და არ ღალატობ რაღაცებს და არ იყიდები და არ გეშინია და გამოდიხარ და ხო გტკივა ადამიანი. მარტო აი ეგოისტურად შენ თავზე კი არ ლაპარაკობ რომ მე არა. შენ ხარ თავარი. შენ რომ არ მე არ ვიარსებებ. აი ეს ბმა არსებობს რა და ადამიანები ვართ ამ ქვეყანაში და როდესაც ადამიანებს რაღაც ტკივად აწუხებთ და ძალიან ბევრი უსამართლობა როცა გროვდება ქვეყანაში. ჩვენ ძალაუნებურად ამაზე გვიწევს საუბარი. და ალბათ ეს არის ჩვენი პრობლემა რა. როცა ჩვენ არ ჩუმდებით, ხო? რანაირ შეიძლება გაჩუმდე მაშინ, როცა ადამიანს აი შენ ხვირწინ, რასაც არ ვიცი. როგორ რეაქცია რანაირად ამ ვერ ხვდე, მე არ ვიცი, მასწავლეთ. ვინმე მასწავლეთ, როგორ ხდება ეგ და კი ბატონო, იქნებ რაღაცნაირად გამოვსწორდე. რო არ შეიმჩნიო რაც ხდება? ხო, ანუ აი ხო, რო არ მქონდეს ამაზე არანაირი რეაქცია. მაშინ და გავხდე კობახიძე. და მე ვარ მსახიობი. შეხარ მუთხუზე. ხო, მე ვარ მსახიობი. ჩვენ ვართ მსახიობები, ხელოვანები, რეჟისორები და რომლებსაც გვტკივა, დიახ, ჩვენ ვართ ემოციურები. დიახ, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ გრძნობთ, აი ფორები გვაქვს გახსნილი და ინტუიცია გვაქვს ისეთი გამძაფრებული და მოთმინების უნარი გვაქვს ისეთი, აი რომ ვერ ძიოცნებებენ. და ისიციან მათ ძალიან კარგად. რა მოაქვს აი ამ ორ სიტყვას, ამ სიტყვების ბმას, ახალი თეატრი. შენთვის რა არის? ხო, რაღაცნაირი ადგილი, რომ მიზიდულობის რაღაცნაირი წერტილი, სადაც
ძალიან კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდნენ ადამიანები თავს. და მარტო მაგიტომ შემიძლია დღეს ვთქვა, რომ ღირდა ამ პროფესიაში ყოფნა. ეხლა დადიხარ თეატრში? კი, ცარიელ თეატრში დავდივარ და ვცდილობ, რომ ეს პოზიტივი შევიტანო მარტო. დოის შემდეგ როგორ გაგრძელდა თეატრში ცხოვრება? გულისხმობ შემდეგ არაფერი არ ხდება. სიცარიელია, სიჩუმეა. სიჩუმეა და ველოდები მამის აჩრდილს. მე ვარ ჰამლეტი. რა და არ მეშლება ეს სხეული, ეს რაც მაგარი. და მოდის ხოლმე რაღაც ტალღები ყოფნა თუ არ ყოფნა, ყოფნა თუ არ ყოფნა, ყოფნა თუ არ ყოფნა. პირდაპირ ეგ არის. თვალები გიწყლიანდება ამ თემაზე რომ საუბრობ და მამის აჩრდილს ველოდები. დასის მომავალ და რაღაცა ნიშანს მომცემს ხო, რომ როგორ გავაგრძელო ცხოვრება. შური ვიძიო თუ არ ვიძიო, არ მიყვარს შურის ძიება. მესისხება, ეგ მდგომარეობა არა. შურის ძიებაზე მაღლა დავდგები, ხო მოვლენეს რაღაცნაირი ჭინკები ხოლმე, გამაბრაზის ჭინკები და არაც ბუნებრივია, ხო ეგეთ დროს. და სულ ფილტრავ რა, არ მინდა მათ დავემსგავსო რა, არ მინდა მათნაირი გავხდე. ტრაკენი ხო ეგეთები არიან და მე არ მომწონს და იმიტომაც მინდა რომ წავშალო, გაქრეს. ავიც მოვა, ნიშანი აუცილებლად მოვა. მე ზუსტად ვიცი, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ დღეს თუ გგონია, რომ რაღაცნაირად გაგვაჩერეს პირიქით. ეს გაჩერება არის ქმედება მთავარისკენ. რაღაცისთვის მზადება არა. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის მზადება. მე მინდა რომ ძლიო ამ გრძნობას. შურის ძიების გზნობას. მე მინდა რომ ამას მოვერიო. იმიტომ რომ შურის ძიების გზას არ მივყავართ კარგი დასასრულისკენ. მე მინდა რომ დამთავრდეს ჩემს ქვეყანაში, ჩემშიც. ეს რაღაცნაირი შურის ძიებით და ზიზღით ცხოვრება. გეთანხმები სრულად. თუმცა მეც ადამიანი ვარ ხო და ხანდახან ისეთი ზიზღები შემომიტევს ხოლმე და ემოციის ხო ისეთი ტკივი, ხო, ტკივილებისგან, იმიტომ რომ წამართვეს რა, წამართვეს, ადამიანი წამართვეს რა. ხვდებით დასი, დოი? დიდი ხანი არ მინახავს. ვერიდები მასთან შეხვედრას, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ეს ემოცია ნახოს, თუმცა ახლა ნახავს ალბათ. გინდა აქედან რამე უთხრა დოის? საჯაროდ. რთულია რამე უთხრა. რანაირად უნდა ავხსნა სიტყვებით და გადმოვცე ის, რასაც ვგრძნობ მე არ ვიცი. მან რაც რა სიამოვნებებიც მომანიჭა ამ პროფესიაში, რა თავისუფლების შეგრძნებებიც შემასხა, რა ფრენის უნარებიც აღმომაჩენინა ჩემ თავში, ეგეთი იშვიათია და მადლობა მას ამისთვის. ამ თავისუფლებისთვის. ამ სიყვარულისთვის. მადლობა ღმერთს, რომ ის შემოხვედრა, ხო? და მასთან ერთად ის უზარმაზარი გუნდი, რომლებიც წლების მანძილზე ამ ყველაფრით სუნთქავდით. და მხოლოდ ამის დანგრევა შეუძლებელია. ეს გვაერთიანებს. ის უბრალოდ აღარ არის და ძალიან გვტკივა უმისობა, თორე ჩვენ ხო მაინც ამ შეგრძნებით გავაგრძელებთ. სადაც არ უნდა ვიყოთ. ის ხო არასდროს არ დამთავრდება და დღევანდელი შენი გადაცემაც მისი რიტუალით დავიწყე. ასე ვიწყებდით ხოლმე ამ შემარხებით სპექტაკლებს. ეს თმა მაგიტო ხო არ შეიჭერე, აი რაღაცა მგონია რომ ცვლილებების დროა. ხო. და რაღაცა ის გააყოლე ცუდი ენერგია. აი ეს დავიტოვე. რატო? რაღაცნაირი წარსულიდან თითქოს აი რაღაც დავიტოვე. მე 18 წელი ვიყავი დოისთან ერთად ამ თეატრში და სრულწლოვანებამდე მიმიყვანა რა. და ახლა უკვე მიდი მარტო შენით. რთული პერიოდია რა. მის გარეშე აბა მიდი. ხო და მგონია რომ ჯერ კიდევ რაღაცა დავტოვე იქ. იმა ბმა წარსულთან. ხო.
აი ამას ხშირად ვშვები ხოლმე რა, რაღაცას ვერ ვემშვიდობები. არც მინდა დამშვიდობება აღვოთ, ეს დამშვიდობებაც არ არის. მოდი დავამთავროთ რა. მოდი. რა დავუბადეთ ახალი. მაკრატელი ხომ არ გვაქვს უკაცრავად? მართლა მოგაჭრი ახლა მაგთმას. კაი. აიცადე, მოიცადე. აჰა. გაჩნდა მაკრატელის სტუდიაში. მოვჭრა. ხო. წავიდა. გააყოლე ყველაფერი ცუდი. მორჩა. 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 უარყოფით ყველაფერს. წავიდე, მადლობა ეკა. ძალიან დიდი მადლობა. აჰა. აი ეს ცვლილებების დროა და მე ამ ცვლილებების არ მეშინია. ისე როგორც არაფრის. რა კი ცვლილებებზე საუბრობთ? აბა. როგორ ხედავ დასის მომავალს? რა ვიცი, კარგად. ცუდად არ. ჯერ კითხვის ნიშნებია. ალბათ. ხო, ჯერჯერობით არაფერი არ ხდება, მაგრამ ნუ რაღაც ხო წეღანაც ხო გითხარი, რომ აი რაღაცა ესეთია, მდუმარება, თითქოს სიცარიელი, თითქოს არაფერი არ ხდება, მაგრამ ამ არაფერი არ ხდებაში ხდება ყველაფერი. გროვდება რაღაცეები იმისთვის, რომ ამოხეთქოს და დაიბადოს ახალი. თუმცა როგორ დაიბადება, სად დაიბადება, რაში გამოიხატება ხომ არ ვიცი. ხომ არ გამოიკვეთა ადამიანი პიროვნება, ვინც უხელმძღვანელებს? მაგ მკუთხით, ტექნიკური კუთხით აზრზე არა ვარ. არავინ არ არის და ტექნიკური კუთხე არც მაინტერესებს. ვინც თუ ვინმე გამოიკვეთება, გამოიკვეთოს, არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის და ვინ იქნება? თეატრი უნდა გადარჩეს. და გააგრძელოს რა ფორმებით როგორ არ ვიცი ნახოთ. ალბათ მიმღებლობაც უნდა იყოს იმ ადამიანის, ვინც მოვა, არ ვიცი. როგორ გადარჩეს სხვანაირად რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არა ვართ ბოროტი ხალხი და კეთილსინდისიერ რაღაცნაირ გულისხმიერ კარგ ადამიანს ყოველთვის მივიღებთ. თუმცა არავის არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ არ გვეყვარება ისე როგორც დოი გვიყვარდა. ეგ ხო ბუნებრივია. ხო რა, ეს ხაწყენიც არ არის მე მგონი. არავის არ უნდა ეწყინოს. ისეთი სიყვარულით როგორც ცხოვრობდით, ვეღარ ვიცხოვრებთ. თუმცა რაღაცა სხვა ეტაპზე გადავალ და ალბათ ეგეც გამოცდილება იქნება. ნახოთ რა იქნება, რაც შემოგთავაზებს ბედის წერა. ველოდები, აი რა მოხდა. ხო, გასაგებია. შეგნებულად არ ვინტერესდება. ანა, ანდრო ჭიჭინაძე არის ის ადამიანი, რომლის უკანონო პატიმრობამაც გამოიწვია მთელი ეს ამბავი. ფაქტიურად ცხოვრების წესი შეცვალა უამრავი ადამიანისთვის. რა შეგიძლია თქვა მასზე? ანდრო ჭიჭინაძის დაპატიმრება იყო შოკი, მაგრამ მაგ შოკამდე 28-ში ხო დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. ვერავინ რომ ვერ გავიგეთ რატო გვცემეს და დაგვარბიეს. ანუ გაპროტესტება ვერ მოვასწარით. აი რაღაცა სიტყვის ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარით. ესე პირობითად რო ავიღოთ. აი მე ვაპროტესტებ დამთავრებული არ იყო, რომ პირდაპირ დაიწყეს ცემა, დარბევა და კატასტროფული სისასტიკე და რა ჯერ გარკვეული იყვნენ რა გვინდოდა რაზე გაუბრაზდით რა დაგვემართა ან ამიხსენი ან დამამშვიდე ან რატომ მეჩქვა რატომ მირტყავ კარგი ნუ ჯანდაბას ნუ ეხა ეგ პირველად ხო არ მოხდა სიტყვაზე ხო გავრილოვის გამესაც დაეცადა კაი გავიგეთ 29-ში დაიჭირეს ბახუტა გიორგი ბახუტაშვილი ანუ ადამიანი სიკეთე სახიები რომელიც აი რა ვიცი ნუ სიყვარულის და სიკეთის მეტი არაფერი არის ეს ადამიანი ჩემთვის დადიოდა ესე მართლა გაოგნებული აი პირდაპირ ტაში უნდა დაუკრან მადლობები უნდა უხადონ ამ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ რომ აი სამართალდამცავები რასაც უნდა აკეთებდნენ იმას აკეთებდა ეხმარებოდა ადამიანებს ჩემი ბახუტა ეხმარებოდა ადამიანებს ვიდეოც არსებობს მტკიცებულებებიც და ასე დაიჭირეს ბახუტა. 29-ში უნდა გვეთამაშა სპექტაკლი. მე უნდა მეთამაშა რა ჩემს კოლეგებთან ერთად და თეატრში მივედით და ვერ
როგორ უნდა რანაირად უნდა ვითამაშო თქო. კი ერთადერთი რასაც გრძნობდი და განვიცდიდი ის იყო რომ კი ბატონო მე შემიძლია გავიდე სცენაზე, ოღონდ სპექტაკლის თამაშის ნაცვლად მომდის ღვარღვარად ცრემლები და სხვა სიტყვები ამდის პირიდან. ანუ აუდიტორიას მინდა ველაპარაკო სხვა რამეზე რა. პირველად დაფიქრდი ამაზე მართლა. ანუ აუდიტორიას მინდა ველაპარაკო სხვა რამეზე რა. შეიძლება რაღაცა სულ სხვა რაღაცეებიდან ვილაპარაკო თქო რა. ანუ ვეღარ თამაშობ. რა უნდა ვითამაშო? აი ვერცვერან ვერ თამაშობდით, იმიტომ გავჩერდით ამდენი. ხო, შოკი იყო რა. არ შეიმჩნიო რა ხდება, არ გამოდიოდა არანაირად და ამის გამო მაყურებელმა ჩვენ მადლობა გვითხრა ყველას ერთად. უდიდესი მადლობა გვითხრა. ანუ ჩვენ ერთნი ვიყავით რა, ხალხი და ჩვენ ერთი ვართ, გავერთიანდით. ანუ ისედაც ხო ეგრეა და ეგ თვალნათლად გამოჩნდა უბრალოდ, რომ მანამდეც ეგრე იყო. და მაყურებელი გავიდა. ხო, მაყურებელთან ერთად ჩვენც და ყველა, ჩვენ რიგითი ადამიანი, ჩვენც ის ხალხი ვართ. ჩვენც ისინი ვართ. უბრალოდ განგვასხვავებს ის, რომ ჩვენ ამ პროფესიის ვართ, ისინი სხვა პროფესიის არიან. მეტი არაფერი, ჩვენც ვართ ერთი, ჩვენ ვართ ერთი. მე გავიგე რომ ნათია ბუნტური ცემეს. ეკა ნათია ბუნტური ცემესო. არაჩვეულებრივი ბალერინა, მოცეკვავე, ლამაზი, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ქვეყანა პირიქით ხელს უნდა უწყობდეს, რომ კიდევ და კიდევ უფრო განავითაროს თავისი ეს ნიჭები. ანუ ნახე, ერთი ბახუტ აქედან მომხვდა სილა, ანუ გონიათ რომ მე რადგან არ მომხვდა, არ მომხვდა, სილა მომხვდა. ბახუტას დაჭერით. შოკი. და ეგ დროს რა უნდა თქვა, ანუ ცოტა ენა გებმის, აღარ იცი უკვე როგორ უნდა დაალაგო წინ ამ აბსურდში. რა ლოგიკით უნდა დაიწყო მსჯელობა და ლაპარაკენ ახსნა ვეღარ ხვდება საკომუნიკაციო ენა როგორ გააგებინო ამიტომ სრული მდუმარება დამემართა. მუდმივად შეიძლება ამ მდგომარეობაში ვიყო, რაც იმ ფილმშია სესილია სეს. ალახის როლაში შეიძლება მუდმივად ვიყოთ. შეიძლება ეს სულ აი ამ ტალახში ვიყოთ. რისთვის, აი მართლა ვერ ხვდები რისთვის. და ამის მერე გვიგებ რომ ანდრო დაიჭირეს. ბიჭი, აი როგორი კეთილშობილება და რაღაცნაირი მურიდებული და აი ეს ღიმილიანი და აი პრემიერას რო ქონდა ხოლმე და რო შევიდოდი აი სად დამალული იყო არ იცოდა და ვაიმე აი ეს რო ხვდებოდი აი ძლივს თავს რო წევდა რომ აი ძალიანერიდებოდა კეთილი ადამიანი. აი რაღაცნაირად ესე მოხდა რომ ჩვენ კეთილი ადამიანები შეგვყარა განგებამ ესე ერთად რა ამ თეატრშიც და მე უკვე ამ ბრძოლაში კიდე სხვადასხვა თეატრები გავერთიანდით, იმიტომ რომ ყველანი ვართ ერთნი. ეკა, ყველა ვართ ერთი. ყველა არა, ნანა, არიან ადამიანები იგივე თეატრებში, ნაწილი ადამიანების, ვინც დუმდნენ, ეხლაც შუმათ არიან, ან პირიქით. ჩვენ ხო ვისაუბრეთ მაგას. აი, რას ეთქვი ამ ადამიანებს? გამბედაობაშია საქმე? გათავისუფლდნენ რა. იცით რა კარგია თავისუფლება? იცი რა კარგია, როცა გტკივა და არ გეშინია ამ ტკივილის გამოხატვის. იმიტომ რომ არ მეშინია, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩემზე თქვას, რომ სუსტი ვარ. ხო ვარ სუსტი. სუსტიც ვარ და ზუსტად ამ სისუსტეშია ჩემი სიძლიერე. ზუსტად აი ამის აღიარებაში ვარი ჩემი გათავისუფლდით რა. გათავისუფლდით, იმიტომ რომ თქვენ ემსახურებდით ისეთ პროფესიას, რომელიც თავის თავში შინაარსში მოიცავს სოლიდარობას და სოლიდარობა არის თანადროული
დგომა და ერთობა. სხვანაირად სცენაზე როგორ გახართ ხალხნო? თუ შენ გვერდზე შენს პარტნიორს ვერ გრძნობ, რომელსაც რაღაც იმ მომენტში უჭირს და შეიძლება ყოველ წუთს დასჭირდეს, ანუ შენი ხელის შეშველი. აბარა, რანაირად? როგორ ამ ასეთი თუ არა ხარ, ამ პროფესიაში სიამოვნებას როგორ იღებთ? ან აზრს საერთოდ რაში ხედავთ? მარტო ხელფასია? საერთოდ არ მაინტერესებდა ამ პროფესიაში როცა მოვდიოდი ფული. იმიტომ რომ ფული რო ყოფილიყო ჩემთვის პრიორიტეტი იმ დროში, როცა მე პროფესია ავირჩიე, არ ავირჩევდი მაშინ ამ პროფესიას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მსახიობს არ უნდა შეიოდეს და არ უნდა წყუროდეს მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ სულიერად ხომ მუდმივად უნდა გშიოდეს და გწყუროდეს. სულ მუდმივად. რაც უფრო მეტი ტკივილი და გამოწვევა მოდის, ეს არის უფრო მეტი რაღაცა ისეთი მომზადება, რომელიც სადღაც მაგრად ამოხეთქავს კარგი გაგებით და ქვეყნის მასშტაბშიც რო გადაიტანო, ხო, ეს ყველაფერი, ხო, ეს გროვდება და აუცილებლად ამოხეთქავს კარგად. კარგი გაგებით. ეტყვი რამეს ანდროს? ანდროს ვეტყვი იმას, რომ მადლობა, რომ ესეთი რაღაცნაირი გაწონასწორებული ხარ და ღიმილს გჩუქნი ხოლმე იქიდან, რომელიც მე ძალიან მამშვიდებს და მაძლიერებს. იმიტომ რომ სანამ ეს ადამიანები ანდროს გარდა კიდევ უამრავი ადამიანი არის ასეთ უკანონო ტყვეობაში, მეც ამ ტყვეობის ნაწილი ვარ რა. თუ ვინმეს გონია რომ მე ახლა თავისუფლებაზე ვარ, მეც პატიმარივით ვგრძნობ ჩემ თავს. მე ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ მინდა რომ გავთავისუფლდე ამისგან რა. გავათავისუფლო სხვებიც, არ შეიძლება ეს ადამიანები იყვნენ ციხეში. და მოვა დრო და გათავისუფლებიან აუცილებლად ცხოვრება თვითონ. ისე ალაგებს ხოლმე. რომ პასუხი გაეცემა ყველაფერს და ყველას. ის კი არა რომ მე ვინმეზე შურს ვიძიებ, არა. უბრალოდ რასაც თესავთ, ის რაღაცა ისეც მოიმკის, რომელიც თქვენთვის დამანგრეველი იქნება და მე ეს მტკივა. მეტი არაფერი. აღარ მინდა ესე ცხოვრება. მე მინდა რომ ისეთი რაღაცები დათესოთ, რომელიც მოიტანს ყველასთვის, მათ შორის თქვენთვისაც ბედნიერებას რა. კეთილდღეობას რა ესეთი სირთულე გახდა ამ ქვეყანაში 3 მილიონიც აღარ ვართ მე მგონი ამ პატარა ქვეყანაში რომელიც ნამდვილი სამოთხეა. შენი გამოსვლები ძალიან ხშირად ხდება განხილვის საგანი, აი არ ვიცი ემოციურად თუ აი ფრაზებით თუ რითი, აი როგორ რეაგირებ? ტკივნეულია როცა თქვა გაკრიტიკებ? არა, ძალიან მეც აი ბერს ვიცინი ხოლმე. რა ისეთ რაღაცებზე რეაგირებენ, რაც ძალიან სასაცილოა ეკა. ხა წარმოიდგინე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, ყოველდღე ფიქრობენ იმაზე, რომ მე ახლა აი ეს ადამიანი, ამ ადამიანზე რაღაც ისეთი უნდა შევთხზა, ან მოვჭრა, ან რაღაცები ისე უნდა ვაკეთო, რომ მასა ვინც არიან იმათ შევაცულოთ, მე იმათმა ლანցხონ. აზრი შევაცვლები, მე იმათმა ლანցხონ. და ეს მასა საცუდაობაა, ნუ აი რა ვიცი. ამათ გონიათ, რომ მე მიკეთებენ ამით ცუდს. სინამდვილეში ბავშვობაში რაღაცები არ გაგვიგია. რასაც დასწეს იმას მოინკია. იცინის ის ვინც ბოლოს იცინის. ნუ დასცინის სხვასაო, გადახდება თავსო. აი კაი დამცინი და მე რა, ამით რა. ანუ რო გადაირიდნენ და გადადიждდნენ შექსპირის ჰამლეტის ფრაზაზე. მსახიობის გადაკიდებას საფლავის ყველაზე ცუდი წარწერა გერჩივნოს რო თქვი აი მას მერე არის ანახე როგორ მოხვდათ ყველა მცნება დაარღვიეს აი აბსოლუტურად ყველა მცნება ხო 10 მცნება ეკა ყველა მცნება აი გაყევით ჩახედონ წაიკითხონ ყველა მცნება დაარღვიეს და ბოლოს ქრისტეს და ჯვრის სახელით ჯვარი დადგეს პარლამენტის წინ და ფარისევლობაა ეს აბა რა არის
და კარგად დაიმახსოვრეთ თქო, რატო თქვი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე თი დამარცხდებით, ანუ ეს ჯვარი განგმირავს. და სიმართლეა ეგ რა. ამის უნდა გეშინოდეს, ჭეშმარიტების უნდა გეშინოდეს. რაც არ უნდა ებრძოლს, რომ ჯარი გადაგვიდგეს, ხო? როდესაც შენი გადაწყვეტილება სუფთა მას მხარს უჭერს და აძლიერებს სამყარო, ეს დაუმარცხებელია. როდესაც მართალი ხარ და ვარ მართალი. ჩვენ ვართ მართლები და არაფერი არ დაგვიშავებია. რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდი? ვაი, პირველად დაფიქრდი ამაზე, მართლა. არც წარმოგიდგენია, ანუ? აი, ხო, ერთხელ მახსოვს, რომ თქვი ეკა, რომ მამა ჩემი იყო მაშინ ცუდად და ექიმებთან დამყავდა, ოპერაცია გაუკეთეს და მახსოვს, რომ ეს ხშირად მიწევდა კლინიკებში სიარული. და იმ პროფესორს, ვინც მამას ოპერაცია გაუკეთა, პირველად მაშინ მახსოვს, რომ უთხარი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი მედდად, თქო. აი, არა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თქო, აი რაღაცნაირად მომწონს, თქო, რა, აი მომწონდა იქ, მიხდი, აი ეს ისა, რომ აი ჭირდება და ამაგი და მოვიდა. იცი, ხო, აი ნახე, ეს რაღაცა ის არის, მაში არის ალბათ ჩვენ პროფესიასთანაც, იმიტომ რომ შეუმსუბუქო ტკივილი. ხასიათში გაქვს ეს ზრუნველობის ხო, იმიტომ რომ აი როცა სტკივაბა ადამიანს მე ეს ავტომატურად ხდება ჩემში რა. მინდა რომ რაღაცნაირად ეგრევე ვუშველო, აი რა გამოსავალი ვიპოვა, აი წამიერად. ანუ ბრინჯივით არ ვიბნევი, აი მობილიზებული ვხდები და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ აი აღმოფხვრა პრობლემა. ხო. ეხლა სიყვარულზე მელაპარაკე რა. როდის და როგორ მოვიდა შენს ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ახ, ჩემს ცხოვრებაში საბავშვო ბაღიდან სულ სიყვარული იყო, ეკა. სულ შეყვარებული ხარ? არა, საბავშვო ბაღში მე არ მახსოვს, რომ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ ვიღაც ბიჭს უყვარდი, პატარა ბიჭს და მე ესტონეთში ვცხოვრობდი მაგ პერიოდში და ის არ იყო ქართველი და გვარად იყო ჩაპლინი. და მაინტერესებს ვინ იყო ეს ჩაპლინი. და ჩარლი ჩაპლინი მიყვარს ძალიან. რატო მოვყევი ახლა ეს არ ვიცი საბავშვო ბაღი. მე სკოლა იყო, მე ხო რა ვიცი რაღაცებს სულ რომანტიზმში ვარ. ეს ჩემი სულ დამყვება ეს შეგრძნებები სიყვარულის რა. მახსოვს მაშინ მე ხო რაღაცნაირი რთული დროის შვილი ვარ და ტელევიზორში ილუზიონი იყო. ეს ფილმებს ვერ უყურებდი და პატარა ვიყავი, რომ პირველად ნახე ძეფირელის რომეო და ჯულიეტა. და წარუშლელი ყვალი დატოვა. დღესაც მახსოვს. მაშინ იყო, რომ შემიპყრო შექსპირმა. რაღაცნაირად გამაგიჟა ამ გრძნობამ და მათმა სიყვარულმა და მათმა პროტესტმა. ამით რითიც იცხოვრეს და როგორც დაასრულეს, ხო პროტესტი იყო, ხო? აი მახსოვს რომ მე საბალეტო სკოლაში რომ სწავლობდი, მახსოვს რომ სახიობის ოსტატობაზე ეწუდებს ვიგონებდი, მარტო დგამდი აი ჯულიეტას ბრძოლის შინაგან მდგომარეობებს. აი ყოფნა არ ყოფნის მდგომარეობებს და დავიწყე კითხვა, რომელ და ჯულიეტა წავიკითხე, მე შექსპირის სხვადასხვა პიესები წავიკითხე, მე რაღაცა ბერძნული მითოლოგიითაც დავინტერესდი, რაღაცებს სულ კითხულობდი, ეს არ იყო ინტერნეტი, რომ ეხა დაგუგლავ თუ რაღაც სადღაც შეხვალ და რაღაცები, აი სულ რაღაცა სანთლის შუქზე და ლამპის შუქზე რაღაცებს ვეძებდი ხოლმე ნეტა ამ დროში დაუბადებული ყავი, აურა, მაგრად წინ ვიქნებოდი ალბათ ბევრად განვითარებული. მაგიტომ არის მაგარითაობა ეს. შენს ცხოვრებაში რომ მოვიდა გრძნობა, როგორი იყო ეგ? მე ვქმნიდი ამას რა, რამდენად ეგეთი იყო ესე გარედან არ ვიცი, მაგრამ თვითონ ამ შეგრძნებებს სულ ვეძებდი. მერე როგორ მიხვდი რომ აი ეს კონკრეტული ის გრძნობა იყო, რომელიც გაუძლებდა წლებს, შვილებს გაგაჩენინებდა ამ სიყვარულის ნაყოფს. ინტუიცია. აი ეგ. რო ეს ის არის. აი რო დავინახე და გავყევი. მივხვდი რომ ეს არის.
არ ვიცი, რატორისთვის არ ვიცი, აი ეგრე მოხდა. მალე სამთვეში მომაყუმარა, ასე ვთქვათ. ძალიან ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა. ხო არის რომ ადამიანს შეუყვარდები, მაგრამ გიზღუდავს რაღაცეებს რა. ანუ თქვენი უწყვეტი ურთიერთობის მიზეზი თავისუფლებაა? ხო. ნახე მანამდე 23 წლამდე, სანამ დათოს შევხვდებოდი, რაღაცა ეპიზოდები ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, სადაც აი რაღაცა, აი თითქოს აი გრძნობა არის ყველაფერი, მაგრამ აი დისკომფორტები გახსოვს რომ გეუბნებოდი, აი რაღაც რომელიც აი თავისუფლებას აი ვერ ჩერდებით. კი გიზიდავს თითქოს, მაგრამ ანუ რაღაც ისე არ არის რა. ვერ არა, ყველაფერი წესრიგშია ეს ერთ შეხედვით. მაგრამ აი ინტუიციაც ეგ არის, ხო? აი ნოფრო ეს აი სადღაც წყვეტა მოხდება და წყვეტას მირჩევნია რომ საერთოდ განვითარდეს რა, იმიტომ რომ მე რთულია შენთვისაც და მისთვისაც. ესე ვფიქრობდი ყოველთვის. ანუ გაგიმართლა ცხოვრებაში და სიყვარული. ხო, აი გამენახე ამ გზით რომ ვიარე ეთყობა რაღაცნაირად მოვიდა, თავისთავად ესე მოვიდა ადამიანი საერთოდ ესე მოწმენდილ ცაზე და მითხრა რომ მიყვარხარ. მე მივიღე ძალიან ჩაულებ მეც ესე უთხარი. რაღაცნაირად აი რა როგორ მოახერხა მე ვერ ხვდები. აი ესე ადვილიც არ არის ახლა ჩემი გული მოინადირო თუ რაღაცა ის სულ სკეპტიკურად უყურებ ხოლმე ახლა ეთლად ეგეთიც არ ვარ რომ ეგრევე შევეთხლიშო რაღაცებს რა. ბევრი ისინი მაქვს ანალიზები საკუთარ თავშიც და მე გარემოშიც და მე ამ ყველაფერთან ურთიერთობა ადაპტაციაშიც. ხო და რაღაცნაირად ისე მოახერხა რომ აი მომცა ეგ შეგრძნება თავისუფლებას. და როდესაც მითხრა რომ მე მინდა რომ შენ ესე იგი ცოლად მოგიყვანო თუ რაღაც ეგეთი განცხადება გაკეთე, მე მეთქი რა სისულელი. მეთქი მოდი ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი, აი ესე უბრალოდ ვეცვინათ, მეთქი აი რაღაცა და მე ვნახოთ თქო რა, მე შევხედოთ თქო ხა თუ რა. არ გაჯიუტდა. აი რა ტოჭკვიანი, არ გაჯი, კარგიო. და გამომყვა ისე რომ მეც გავყევი. და მე კიდე ისე გამომყვა, რომ მეც გავყევი და ესე მივყვებით ერთმანეთს და უკვე გავიდა 24 თუ 25 წელი. და უკვე შვილები ესე მივყევით. ოღონდ სუცოცხალი, ესე მგონია რომ გუშინ წინ იყო ეგ. და თან ცოლად არ გავყევი, ნახე, არა. ხცა ცალკე გადავედით საცხოვრებლად, რომ კარგად გაგვეცნო ერთმანეთი. ეს ცალკე გადავედით საცხოვრებლად, უცბად აღმოჩნდა, რომ აი ბავშვი გაჩნდა. მე ორსულმა გადავწყვიტე, რომ როგორ კაცო მე ბავშვს სანამ გავაჩემ ჯვარი უნდა დავიწერო. ხელჩებში ის კი რომ ვინმე მითხრა რომ შენ ახლა ჩვენ ჯვარი უნდა არა მე გადავწყვიტე ორსულად პირველ ბავშვს რომ ბავშვი მე ჯვარი უნდა მქონდეს დაწერილი და ეს ჯვარი დავიწერე. ხო. და რაღაცნაირად ესე მოვუყდა აბსოლუტურად არაფერში არ უზღუდავთ ერთმანეთს. აბსოლუტურად თავისუფალები ვართ და მხარდამჭერები ვართ და ნუ აი ერთი იმით ვსუნთქავთ რაღაცა სხვა გრძნობაა რა როგორ ახსნა აი უსიტყვოდ გესმის მესმის ახსნა განმარტების გარეშე დედა როგორი ხარ დედა მე ხო ხედავ როგორი სხვა რა ესეთი დედა ვარ ჯიჯი გადარეული და ალბათ მეგობრული თუ როგორ ხო ალბათ ძალიან საინტერესო და რთული ამავე დროს იმიტომ რომ ცოტა ხანდახან ვერ ხვდებიან ახლა შენ კარგად ხარ თუ ცუდად ხარ თუ კარგ ხასიათზე ხარ თუ ცუდ ხასიათზე ხარ და ბოლოს ხო, საინტერესო ალბათ, რა ვიცი. მომიყევი შვილებზე. შვილები ბევრად გაწონასწორებულები, რაღაცნაირი რაღაც პრაგმატულები, თავშეკავებულები, ისეთები არიან. ბიჭები, უფროსები. ერთი არქიტექტორია, მეორე ინფორმატიკაზე სწავლობს და საერთოდ გამოხედვა არ უნდათ ჩემი პროფესიისკენ, აბსოლუტურად თავისი თაღონთ ეს. შეუპოვრობა არის შენი მათ ხასიათში? კი. ეჯახებით ხოლმე მაგამ ბავშვიც. და ეს მომწონს თან. პატარა გოგოა, ხო? გოგოა 12 წლის.
ისიც ესეთია, თავიდან თეატრით იყო ძალიან ასე იგი ახტაცებული და ბატარე რეპეტიციებზე. უყურა პროცესს კულისებიდან, პარტერიდან. Ну, რასაც ვაკეთებ, როგორც მოქმედებ, რაც ხდება რა, ყველაფერს შიგნით, შიდა სამზარო უყურა და ბოლოს თქვა, რომ მე არ მინდა მსახიობი ვიყო. როგორც შენ გინდა. და ხატავს. სამხატვრო სასწავლებელში დადის, ცეკვავს სუხიშვილებში და უნდა რომ მოცეკვავე გამოვიდეს და არის ძალიან ბედნიერი ამით. და ესეთი გოგო არა ჭკვიანი რა, დედაზე ჭკვიანები არიან. დედაზე ნიჭიერები არიან. დედაზე მაგრები არიან რა. უბრალოდ აი ცოტა ერთი ის უნდა რა, აი რაღაცნაირი აი ბიცკი მეტი თავისუფლება ქვეყანაში რომ გაბწყინდნენ რა. იმიტომ რომ მათში არის მზე ყველაში. მარტო ჩემშულებში არა, ხო? და ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება რომ გამოანათო. მანათოს რა. ბედნიერებით უბწყინავდეთ თვალე. დამთავრდეს ამ ქვეყანაში მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მაინც დაგაბნელებ. ხო, აკრობენ ადამიანების ჩაქრობით დაკავება არის ყველაზე დიდი ბოროტება. არ უნდა ჩააქრო ადამიანი პირიქით. ყველაზე მორიდებულ და მორწყვს ადამიანს უნდა აღმოაჩენინო თავისი ინდივიდუალური უნარები და ნიჭები ისე რომ გაფრინდეს და იფრინოს და იყოს ბედნიერი რა. ნუ დავამახინჯებთ თაობას რა. ეყოს ჩემ თაობას ეგ. იცი რა მითხარი, ვინ არიან ის ადამიანები, ვისი აზრით შენთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად პრემიერის მერე. ვის აზრს ელოდები და ითვალისწინებ, ვის შეფასებას? თუ იყო ეგეთი. აი ვიცოდი რომ მაგას მიპასუხები. ხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი თქმაც არა, უბრალოდ აი შემოხედავდა და ხო ხვდებოდი. ყოველი ფრაზა და ყოველი რაღაცნაირი წინადადება იმდენად სწორად იცოდა ხოლმე. თქმა აი ზუსტად რა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი შეფასება და რა თქმა უნდა სპექტაკლის წინა პრემიერის წინა რეპეტიციას ყოველთვის იბარებდა ხოლმე ჯერ და ჩემთვის ეგ დღე იყო პრემიერა. მანამდე იყო გიზო ჟორდანი. არის რამე რამაც შეიძლება შეგაცვლევინოს პროფესია? მსახიობობა დაგათმობინოს თეატრი? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ახლა მგონია რომ ახლა ესე მგონია რომ არა, მაგრამ არ ვიცი. არც მინდა მაგაზე ფიქრი. რამ შეიძლება? არ ვიცი, შეიძლება რომ დამაპატიმრონ იქ აი 7 წლით რომ ჩამცვალ ციხეში, ვეღარ ვიქნებ პროფესიაში, ხო? იძულებით, ანუ მხოლოდ. ხო, მაგრამ მაინც არ წავა ეს პროფესია ჩემგან. იქ დავდგამ. იქ დავიწყებ ამას. ანუ აი ეხლა ისეთი ეს პატიმრობის ამბები იმდენად აქტუალურია, რომ წარმოვიდგენ ხოლმე ჩვენ მსახიობებს ხო გვაქვს ეგ უნარი, რომ წარმოვიდგენთ ჩვენ თავს იმ მოცემულობაში რა. აი რა, მე რას ვიზამდი ეგეთ დროს რა. თორსა ისეთი სურათი დამეხატა ეკა, რომ აი პირდაპირ დავინახე, რომ აი კატასტროფულად აუტანელი ხდები იქ იმათთვის და აი პირდაპირ ოღონდ ეს მოგვაშორეთ აქედან და აი გამოგაგდებენ, გამომაგდებენ, იმიტომ რომ საოცრებებს ვიზავ და როგორ გამეხსნება. აი წარმომიდგენ. ნუ ალბათ თუ მართლა თუ დამაბეზს და რაღაცა დამაწყნარებლებით გამთიშეს, თუ სხვანაირად აი რავი 100 მაგი ენერგია მომივა ალბათ იქ. ვერ ვხედავ რომ დეპრესიაში მაგდებს. აქ უფრო დეპრესიაში ვარ ეხლა ისინი რო იქ არიან. ვიდრე აი პირიქით ჩემთანაც წარმოგიდგენთ, აი იქ მაგრამ აი უფრო დიდი თეატრია. იმეხსნება იქ. ანუ ამ პროფესიას როგორ საწავა? ჩემი შემადგენელი ნაწილია. როგორ უნდა დავთმო?
ნუ თმას მოვიჭრი კი რა ინახე აღარ მოიჭრე მოვიჭრი მოხო მოვიჭერი მაგრამ შენზე რა გინდა რომ თქვენ ბევრი წლის მერე რომ ნანა ბუთხუზი იყო არ ვიცი რავი იყო ნანა ბუთხუზი იყო ადამიანი რომელმაც აირჩია ყოფნა ჰამლეტი ვარ მაგრამ ვირჩევ ყოფნას შურის ძიების გარეშე თავისუფლებას და სიყვარულს შენი ცხოვრების თავარი ამბავი ამ წამს ამ მომენტში ახლა ეს არის მთავარი ამბავი რომ შენთან ერთად ვზივარ და ამაზეც უნდაც ვფიქრობ ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი რა არის ის რომ დავიბადე დედამიწაზე მოვევლინე რა ვიცი და ზუსტად ვიცი რომ სიყვარულით მოვედი ეგ ვიცი ზუსტად რომ მხოლოდ ეგ გრძნობა არის ჩემი მამოძრავებელი მარტო ეგ გრძნობა არის თავარი ამბავი რაღაცნაირად მივიდე ფინალამდე ამიტომ რომ ვიბადებით იმისთვის რომ ფინალამდე მივიდეთ რამეს ნანო ხო ისე გავიარო რომ არაფერი არ ვინანო რა რატო უნდა ვინანო არ ვნანო კი ერთ რამეს ვნანო მარტო და რაც არ გითხარი აბა არ ვიტყვი რო ვერ ამბობ ვერ ვამბობ არა მithქვამს ერთხელ თქვი და აღარ მინდა განმეორდე რა კაი გასაგები არის ეს გახსარებაზეც თქვი სხვათა შორის მამაოსთან და მქონდა ერთი ეპიზოდი იქ ცხოვრებაში და ბევრი ვიბუბუქრე ბევრი ვილაპარაკე ბევრი არ ვიცი სამყაროს დაწყებიდან დასასრულამდე ყველაფერი თუ კი რამე მაწუხებ და ყველაფერზე ვილაპარაკე აი ეს ბღაოდი აი ცრემლები ესე მომდიოდა ხო არ ვერ ვაჩერებ აი мама გარდამეცვალა და мама რო გარდამეცვალა რომ დავკრძალე ეკლესიაში შევარდი გიჟივით ასე შევედი და მიშველეთ თქო და დავიწყე ლაპარაკი და мама გისმენო და ვილაპარაკე ბევრი აი ძალიან ბევრი ვილაპარაკე მაგრამ მარტო მამაზე არა აი ყველაფერზე ვილაპარაკე თუ კი რამე არსებობს აი კეთილი ბოროტი ისეთი ანუ აი რატო ის დედამიწა კოსმო აბსოლუტურად ყველაფერზე ვილაპარაკე და ბოდიშებს ვიხდიდი რომ ვტიროდი ძალიან მაპატიეთ ვერ ვაჩერებ თქო და მამაო ესე მიყურებდა და ესო ბედნიერება არის რომ ცრემლი მოგდის რა სიძახიო იცი რომ ჩვენ ხშირათო ვნატრობთო ცრემლსო და არ მოდისო ეგ ვიცი რამ ხელა მადლიაო ხშირ ცრემლი მოგდისო აი პირიქითო და მაშინ აღმოაჩინე რომ თურმე ბუდიში კი არა მაქვს ამისთვის მოსახდელი პირიქით ეს ყოფილა ძალიან მაგარია განწმენდა აუ ძალიან მაგარია როცა შეგიძლია აქ რო გადგება და შეგიძლია ეს რო შეგიძლია აი დაიცალო და გემართება ესე იგი ჯერ კიდევ ხარ ცოცხალი ხარ რა გაწუხებს რო ყვირი ესე იგი ცოცხალი ხარ ხო და მან მამას უთხარი ეგ რაც მაწუხებდა და კითხვა დამისვა მეთქი ახსარება მინდა თქო და მეტი ახსარება რა გინდაო ეს არისო ახსარებო რაც მე მეგონა რომ რაღაცა სხვა რამეც უნდა ხო ამაზე მეტიო აი რაღაცაო მეთქი ხა მე ახსარება ვთქვი თქო და აბარაკენიო და აი ეს იყო როგორი რამეციო აი ჯერ რო არაფერს პირდაპირ რომ მიდიხარ და თურმე ეს ყოფილა ამდენს მე მგონია რომ აი ახლა იწყება რა რომ დამთავრდა კაიო თუ გინდაო რამდენიმე რაღაცა წესისამებრ კითხვებს დაგისვამო და დამისვა და ერთ-ერთი კითხვა იყო ისეთი რაც ჩამიდენია და ვერ პატიობ დღემდე ჩემ თავს მე ვნანობ ძალიან დიდი მადლობა ნანა ამ ცრემლისთვისაც თმის შეჭრისთვისაც გულწრფელი საუბრისთვის და საერთოდ აი ესეთი ღია და ალალი და გულწრფელი რო ხარ და რო ხარ საერთოდ დიდი მადლობა მადლობა შენ წარმატებას გისურვებ და სიყვარულით და ამ სილაღით გაგევლოს დარჩენილი გზა და რა ვიცი წლები და როლები და თეატრში და ცხოვრებაში და ოჯახში და ყველგან კი ჩვენ ყველას აყურებელს კი ვეტყვი რომ
ხო, რა? ხო, ერთი თხოვნა მაქვს რა. როგორც ხო დავიწყეთ სპექტაკლის წინ ესე ვიწყებთ თქო და ფინალიც მინდა რომ ეგრე გავამთავროთ. დავასრულოთ ისე როგორც დავიწყეთ? და როგორც სპექტაკლის რომ ვასრულებთ და აპლოდისმენტების მერე კულისებში რომ გავდივართ ხოლმე მსახიობები და რეჟისორთან ერთად ჩვენ დოისთან ერთად ხელებს რო ჩავკიდებდით ხოლმე. და აღნიშნავდით ამ ამბებს, ისე აღნიშნოთ რა. კი ბატონო. გამარჯვება. ეს არის გამარჯვება. რომ ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ გავიმარჯვეთ. აი ესე და ყვირით ხოლმე ბოლო ხმაზე და მე მაყურებელიც ესე იქიდან ესმის და გვეძახის. აი ამ მაღალ ნოტაზე გემშვიდობებით, ეს იყო მსახიობი ნანა ბუთხოზი მომავალ კვირამდე. ბედნიერად. მადლობა დიდი. გადაცემის პარტნიორია წყალინთის. იცხოვრე სრულყოფილად.